გომარდული დამსვენებლების მოლოდინში შეაჭარის ყველაზე მაღალმთიან კურორტზე დღეიდან ტურისტული სოფელი ამოქმედდა. გომარდულში დამსვენებელს წელს 5 მაღალი კლასის კოტეჯი და მაღალი ხარისხის მომსახურება ელოდება. პარალელურად ვითარდება საოჯახო სასტუმროების ქსელიც. გომარდულს დღეს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა. რეპორტაჟი ზამთრის კურორტიდან. აჭარის მაღალმთიანეთის სამთო კურორტ გომარდულში ტურისტული სოფელი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სათხილამურო კურორტზე უკვე აშენდა 5 მაღალი კლასის კოტეჯი, მათგან 2 ვიზიტორების მისაღებად მზადა. დამსვენებლებს წელს თხილამურებით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ. ტურისტულ სოფელში 31 დეკემბრიდან შობამდე ყველა კოტეჯში ნომრები წინასწარ უკვე დაჯავშნილია. სათხილამურო კურორტზე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები გაერთიანება გომარდულმა განახორციელა. პროექტებზე დაახლოებით 1 წელია 7 წევრისგან შემდგარი ასოციაცია მუშაობს. ტურისტულ სოფელს მომავალში კიდევ 5 კოტეჯი დაემატება. ამჟამად მოქმედებაში გვაქვს 2 სასტუმრო კოტეჯი, 4 მოწყობილი ნომრით, სველი წერტილებით, სქელი და ცივი წყლით, მომსახურებით, რა თქმა უნდა, კვებით. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში დაემატება კიდევ 3 სასტუმრო კოტეჯი, სრული ინფრასტრუქტურით. რაც მთავარია, არის პირობები იმისა, რომ გათბობა იყოს, ცხელი წყალი იყოს, ცივი წყალი იყოს და ადგილობრივი კვება იყოს.იდან სოფელი გომარდულში გაიხსნა კურორტი, რასაც ქვია. არის მზად 2 შენობა, რომელშიც თითოეული მიიღებს 16 კაცს. ყველანაირი პირობები არსებობს, გათბობა, ცხელი წყალი, დუშით, 100%-იანი მომსახურებით და თუ ვინმე სურნილი გაუჩნდება, ხოთ მოგზავნეთ გომარდულში. ტურისტული სოფელი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. მიხეილ სააკაშვილი დღესვე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით გომარდულში რამდენიმე ასეული კოტეჯის მშენებლობაა დაგეგმილი. კოტეჯების პარალელურად მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის აუცილებელი ყველა ობიექტი, გზები, რესტორანი და კაფეები. ქვეყნის პირველმა პირმა აჭარის მაღალმთიანეთში კურორტების განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამთო სათხილამურო კურორტები რეგიონისთვის პრიორიტეტულია. აქციო საზოგადოება შექმნეს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა, ჩვენ გამოვყავთ მიწა, ხო? და ჩვენ ვიწყებთ ახლა რახე ნაწილი გზის გაკეთება, მეორე ნაწილს კი ვაკეთებთ. ზემოთ ვაფართოვებთ სათხილამურო ტრასას, ახლა არის რაღაც 500 მეტრამდე და კიდე იქ თითქმის კილომეტრამდე გრძელდება, სიგრძე ექნება 5 კილომეტრამდე და რეალურად არაფრისგან საერთოდ იყო პრინციპში მივიწყებული სოფელი. იქ შენდება ძალიან დიდი გაჭირვებით, იქ შენდება კარგი სათხილამურო კურორტი. და რატო ნიშნავს ახლა თანში საქართველოს სათხილამურო კურორტზე ახლა თოვლი არ არის. თოვლი და სამაგიეროდ აქ არის თოვლი და ზემოთ გოდერძის საჩურვაში დიდ სათხილამურო კურორტი ფრანგული საბაგიროებითი კონტრაქტი გვაქვს ფრანგებთან, იქ არის 2 მეტრიანი თოვლი და თითქმის. და საქართველოს ეს აქ მანევრი აქვს, რომ გუდაუში არ არის, აქ იქნება, აქ როგორც ყოც არის, მაგრამ მესტიაში იქნება, ან ბაკურიანში იქნება, სულ შეგვიძლია ვანაცვლოთ ერთმანეთს კურორტები, რომ მუდმივად იყოს დაკავებული. და როგორც ბახმარო ვითარდება, ბახმაროც იქით აქეთ მეშუმში რაღაცები კეთდება, ეს ადგილი კეთდება, მეშუმის ზემოთის კურორტი კეთდება. ერთ სიტყვით აჭარის მაღალმთიანეთი, რომელიც იყო აი სოციალური ბედრობის ზონა ყოველთვის, იმიტომ რომ გზა არა, სოციალური არაფერი, რეალურად აი უპერსპექტივობის მუდმივი განცდა ჯერთი ნაწილი ხალხის ჩაკვას ბარში, იმიტომ რომ ბუნებრივი იყო მიგრანტები არსებობს და მეორე გაცოცხლდა. ის გაცოცხლების იმედი თითქმის დაკარგული იყო. და გაცოცხლდა იმის გამო, რომ თავრობა და ადგილობრივი ნიჭიერი პატრიოტი ხალხი მუშაობენ ერთად. ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე მდებარე კურორტს წელს მესამე ტურისტული სეზონი აქვს. გასულ წლებში ვიზიტორებს საოჯახო სასტუმროებში მასპინძლობდნენ. მოსახლეობის განცხადებით ტურიზმი მათი შემოსავლის მთავარი წყარო გახდა. ძალიან დიდი სარგებლობა მოაქვს ტურიზმ ჩვენთვის. რომ ხალხი მუშაობს, ებულობს ფურს და ძალიან კარგი არის ჩვენი მოსახლეობისათვის. დიდი პერსპექტივები ელის კიდევ სოფელს კურორტოლოგიის განვითარების საკითხებში. ასე რომ ეს ძალიან დიდი დამსახურებაა ხელისუფლებისაც და სოფელი მადლიერია და მთელი რაიონი და ერთი სიტყვით ძალიან კმაყოფილებული რჩებით.
სტუმრებს კოტეჯების გარდა სასტუმრო შუახევით მოიმსახურება. რესტორანი და სასტუმრო კომპლექსის შუახევი უკვე 1 წელია ფუნქციონირებს და ამ დრომდე 5-ნომრიანი სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს. მთელი წლის განმავლობაში რაიონის centrში ჯერჯერობით ერთადერთი სასტუმრო სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან. ვიზიტორები რესტორან შუახევს ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად ხშირად სტუმრობენ. ერთადერთი რესტორანი და სასტუმრო შუახევის რაიონში და რა თქმა უნდა აუცილებელია აშენდეს სხვა რესტორნების სასტუმროებიც, განსაკუთრებით სასტუმრო, იმიტომ რომ მთელი ზაფხული ჩვენ ისე ვიყავით დატვირთულები, რომ ძალიან ბევრჯერ აქ მოსული სტუმარი უკან გაგვიშვია. კურორტ გომარდულში სათხილამურო სკოლა უკვე მოქმედებს, თუმცა 2012 წლიდან ბაზა კიდევ უფრო გაფართოვდება. გომარდულში დღეს რიგით მეორე ტურნირი დასრულდა. აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ამირან მამალაძისა და იაგო მიქელაძის სახელობის ჩემპიონატში შუახევისა და ხულოს სპორტსმენები მონაწილეობდნენ. დედაპირი თოვლზე კარგად ძევს, სრიალისათვის უნიკალური პირობებია შექმნილი. საერთოდ მოთხილამურე დღეს მიმდინარეობს ამირან მამალაძისა და იაგო მიქელაძის სროლისადმი მიზღვნილი ტურნირი სათხილამურო სპორტში. გამოცხადდა ხულოს მუნიციპალიტეტის და შუახევის მუნიციპალიტეტის მოთხილამურები, სულ 50 მოთხილამურე ერთმანეთს ეჯიბრება. რობაში ჩატარდა ამირანის სახელობის ტურნირი. დღესაც ძალიან დიდი სიხარული და ძალიან დიდი მიგეშია ჩვენთვის, რომ ასეთი ტურნირი ტარდებოდა. მადლობელი ვართ ყველა ორგანიზატორის და მთავრობის და უარას. 2012 წელს გომარდულში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების გამართვა იგეგმება. ამასთან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის ორგანიზებით ტურისტული ვიკენდებიც გაგრძელდება.